გამარჯობა, ეს არის უკვე ჩემი რიგით მეორე პოდკასტი და ჩემი სტუმარი არის ლანა ლაგვილავა, რომელიც არის L&D Georgia-ს დამფუძნებელი, ასევე მუშაობს Time-ის სწავლებისა და განვითარების სპეციალისტად და ის გვესაუბრება თავის განვლილ გზაზე და ძალიან მიხარია, რომ ჩემთან მოხვედი. ძალიან დიდი მადლობა, მეც ძალიან მიხარია შენს პოდკასტში რომ მოვედი. შენი პოდკასტის მიხარია, ვფიქრობ რომ ბევრი საინტერესო რამის მოტანა შეუძლია შენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ 2 დღის წინ შევხვდით ერთმანეთს და ძალიან სასიამოვნოდ ვისაუბრეთ და მე რომ წავედი, რაღაც აი შინაგანად ვგრძნობდი, რომ რაღაცა თითქოს შევსებული ვიყავი და რაღაც დამოხტული ვიყავი, ისე მომეწონა და ისე შემავსო ჩვენმა საუბარმა და თითქოს ძალიან ახლოს მოვიდა შენი საუბარი ჩემთან. და ამიტომ უფრო მეტად მიხარია, რომ დღეს ხარ ჩემი სტუმარი. მაგრამ სანამ გადავალთ ახლა თავარ თემაზე და დავიწყებთ საუბარს, მინდა გითხრათ, რომ უკვე Anathe Spotlights ყავს სპონსორი და ეს არის კომპანია Pinex-ი, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს ჩინეთიდან. თუ გსურთ იაფად, ძალიან კომფორტულად ჩამოგივიდეთ თქვენი ამანათები ჩინეთიდან და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი, საქართველოში ყველაზე დაბალი ტარიფით, ეს არის $8 ფიზიკური პირებისთვის, ხოლო კორპორატიული შემთხვევაში $7, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ კომპანია Pinex და აი ამ ლინკზე გადახვიდეთ და დაუკავშირდეთ მათ. მე ძალიან მიხარია, რომ უკვე არის ჩემი რიგით მესამე პოდკასტი და სპონსორიც მყავს, ესე რომ ვთქვათ. ნამდვილად მოსალოცი ამბავია. გილოცავ წარმატებები შენს და კომპანიასაც. დიდი მადლობა. მე ვსარგებლობ სხვათა შორის ამ კომპანიიდან ძალიან ბევრი ნივთი მაქვს. მათი საშუალებით გამოწერილი ჩინეთიდან. ეხლა დავიწყოთ ჩვენ. დავიწყოთ. ვიცი რომ აი რომ ვისაუბრეთ ძალიან ისეთი გზა გაქვს გავლილი. აი ჩემთვის მაგალითად მისაბაძი რა ის სამაგალითო რომ იმდენი ჩვენი საუბრის განმავლობაში იმდენ რაღაცას გავუსვით ხაზი და იმდენი გაცნობიერებები იყო შენი მხრიდან რომ აღნიშნე რაღაც აი შენს გზაზე რაღაც გარდამტეხი ნაბიჯები რომ მინდა რომ მაყურებელმაც იცოდეს ეს და ვიღაცისთვის იყოს მოტივაციის წყარო. მოდი დავიწყოთ შენი ბავშვობით. სად იზრდებოდი? როგორი იყო შენი ბავშვობა და რა გავლენა იქონია შენმა ბავშვობამ შემდეგ უკვე მომავალ შენს ესე შემდგარ პიროვნებას? ძალიან დიდი მადლობა სხვათა შორის შენ ახსენე იმ საღამოს შეხვედრა და მეც ძალიან დატვირთული წამოვედი. მივხვდი რომ არიან ადამიანები ჩვენს გარშემო, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ცვლილებები. და ვფიქრობ და რატომღაც მოვიაზრე რომ ერთ-ერთი ადამიანი შენც ხარ და ჩემთვისაც ეს იყო კი ძალიან სასიამოვნო იმიტომ რომ რა სჭირდება ზოგადად ცვლილების გამოწვევას ჭირდება გამბედაობა ჭირდება პასუხისმგებლობის აღება და ჭირდება მოტივაცია მე დავინახე რომ ეს ყველაფერი იყო შენში და ამიტომაც ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო მიხარია ძალიან ესეთი კომპლიმენტის მიერ კი უბრალოდ შეჯამება იყო იმ საღამოს საუბრის რაც შეეხება ჩემს ბავშვობას რაზედაც მაშინაც ვისაუბრეთ და რამაც ფაქტიურად განსაზღვრა მე ჩემს ცხოვრებაში ბევრი რაღაცა თუ ყველაფერი არა დავიბადე სამეგრელოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ეს მეგრული ადათ-წესები, მათ შორის კარგიც და ზოგჯერ არაკარგიც, ყველაფერი არის გაერთიანებული ჩემში. იყო კიდევაც გაერთიანებული. თლად ყოველთვის კარგი მომენტებიც არ ყოფილა ბავშვობაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ 90-იან წლებს დაემთხვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი რამე მომცა მაინც თუნდაც იმ პერიოდმა. და ბევრი რაღაც დამიტოვა გამოცდილებაშიც. ესეთ რაღაცას რომ ამობენ ხოლმე რომ 90-იანების ბავშვი ვარ მე რამ უნდა შემაშინოს, მთლად არ არის მხოლოდ სახუმარო თემა, მართლა არის ამაში სიმართლის მარცვალი. ბავშვობიდან ვიყავი სტანდარტებს ჩემი სტანდარტები მქონდა ყოველთვის რა როგორ წარმომედგინა რომელიც ხშირად არ ემთხვეოდა ხოლმე გარემო სტანდარტებს არ ემთხვეოდა საზოგადოების სტანდარტებს მაგრამ მე მაინც ჩემსას ვამბობდი ხოლმე და ერთია ესეთი რა ჩვენთან გავაზიარე რაც ვფიქრობ რომ შეიძლება საინტერესო იყოს სხვა ადამიანებისთვისაც არის ის რომ სანამ სკოლაში პირველ კლასში შევიდოდი მანამდე მახსოვს ერთი მომენტი როდესაც აღმოჩნდი სკოლაში
და გაკვეთილზე ვიყავი გაკვეთილზე. ამ გაკვეთილზე დააგვიანა ერთმა ბავშვმა. და დაგვიანების დროს ბოდიში მოიხადა. მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა, რომ მასწავლებლებმა უთხრეს, რომ აი მაინც არ უნდა დაგეგვიანა, ეხლა უკვე ბოდიში არ არის საკმარისი და ასე შემდეგ. რა დროსაც მე ვთქვი, რომ ანუ ბავშვმა ბოდიში მოიხადა, ახსნა მიზეზი რატომაც დააგვიანა თქო და ეხლა ისე რომ რაღაცას კიდევ ეუბნებით, მეთქი ეს რა წესია. პირველ კლასში ხარ ამ დროს? პირველში არ ვარ ჯერ. შენ წარმოიდგინე, კი, მე არ ვიცი ეს ისტორია ვინმეს ახსოვს თუ არა და დიდი ალბათობით არავის არ ახსოვს, მაგრამ ეს არის ისტორია, რომელიც მე არასდროს დამავიწყდება და ისტორია, რომელმაც შეიძლება ითქვას განსაზღვრა მერე ჩემი დამოკიდებულება გარესამყაროს მიმართ. რა დროსაც პასუხად მივიღე ესეთი რაღაცა, რომ შენ ვინ მოგცა იმის უფლება, რომ უფროსებს ასე ელაპარაკო. რა დროსაც ძალიან გულწრფელად ვთქვი, რომ საკუთარმა თავმა, ანუ წარმოიდგინე სადღაც 5 წლის, ალბათ, იმიტომ რომ 6 წლის შევედი სკოლაში, ვთქვი ასეთი რაღაც, რომ ჩემმა თავმა მომცა იმის უფლება, რომ ასე ვისაუბრო. და მაშინ მივიღე გაფრთხილება, რომ არასდროს ცხოვრებაში არ უნდა გავბედო და უფროსებს ასე არ უნდა ველაპარაკო. ეს გაფრთხილება ვისგან იყო? მასწავლებლებისგან იყო ეს გაფრთხილება, რომელზედაც ახლა რომ ვფიქრობ, იმ გარემოს შესაბამისად ეს იყო სრულიად ბუნებრივი რამ, რაც მათ თქვეს, იმიტომ რომ ისინიც იგივე საზოგადოებაში იზრდებოდნენ და ისინიც იყვნენ თავს მოხვეული საზოგადოების მიერ დაწესებული წესებით, ამიტომ ეს ეგონათ სწორი. მაგრამ ამა ჩემზე იქონია ძალიან დიდი გავლენა. იმ დღეს თითქოს ძალიან ჩავიკეტე. მართლაც გავხდი ისეთი, რომელმაც ვერ გამბედაობა, რომელიც მქონდა, თითქოს ერთი ხელის მოსმით სადღაცა გაქრა და ძალიან ბევრი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ მე ეს გამბედაობა ისევ თავიდან დამეფიქსირებინა საკუთარ თავში და ყოფილიყავი ისეთი გამბედავი, როგორიც მაშინ ვიყავი. აი ამ გათვითცნობიერებით რა ვფიქრობ, აი რა შეგიწყობდა მაშინ ხელს? მაშინ ვერაფერი ვერ შემიწყობდა ხელს, ისევ და ისევ ჩემი შინაგანი ბუნება თუ შემიწყობდა ხელს. და ისტორია, რომელიც მე მოვყევი და რომელიც შენ მოგიყევი იმ საღამოს, ეს არის რომ ანუ ახლაც კი მახსოვს, მაგრამ ახლა ვიხსენებ ამას როგორც ფაქტს. და უყვები და ვაზიარებ იმიტომ, რომ დღესაც ეს შეცდომა რომ არ დაუშვან სხვა ადამიანებმა, რომ თითქოს ბავშვები ამაზე არ ფიქრობენ. არა ფიქრობენ ბავშვები ამაზე, მე ვფიქრობდი ყოველ შემთხვევაში და მართლა მერე აი დამჭირდა ისევ აი ჩემი გამბედაობის, ჩემი უნარების და ჩემი რაღაც თითქოს პიროვნების რაღაცა მახასიათებლების თავიდან შეკრება და მოკრება ისევ. მე მგონი ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხე, იმიტომ რომ ახლა უკვე თითქოს დაიწყეს ძალიან ბევრი ფსიქოლოგია, ტელევიზიებშიც მოდიან, იწვევენ, რომ როგორ უნდა აღზარდონ ბავშვს და ზუსტად ისინი დეტალები, რაც 90 არც ჩემი მშობელი და არც ეხლა გვისაუბრია ხოლმე, რომ მაშინ უბრალოდ არ იცოდნენ როგორ უნდა მიდგომოდნენ ბავშვს. შესაძლებელი არც იყო იმისი სიტუაცია, რომ ბავშვის განვითარებაზე ეზრუნავდნენ, იმიტომ რომ საჭმელი უნდა ეშოვათ, გათბობაზე ეზრუნავდნენ, სხვა რაღაცა ყოფითი პირობები იყო ჩემი აზრით მოსაგვარებელი და აი ამას ნაკლებად დროს, იმიტომ რომ თითქმის ყველა 90-იანი ბავშვის პრობლემა არის ის, რასაც შენ ახლა ყვები. ოღონდ ყველასი სხვადასხვა კუთხით. იმიტომ რომ ბევრისგან მომისმენია მსგავსი რამ. ჩემთან ახლა მე და ჩემს დეიდაშვილსაც გვისაუბრია ხოლმე რაღაცებზე, რომ ახლა მას ბავშვი ყავს და ის სხვანაირად უდგება უკვე თავის შვილებს და გვისაუბრია, რომ აი ჩვენ რაღაცა სხვანაირად გვიდგებოდნენ. და მართლა რაღაცა, პერიოდები დაგვჭირდა სავარაუდოდ ყველას ჩვენი ბავშვობის გათვითცნობიერებისთვის. კი და ეგ ცნობილი ამბავია, რომ ბავშვობა მთავრდება 18 წლის ასაკში, მაგრამ ბავშვობაში განცდილი ემოციები მიყვება მერე მთელი ცხოვრება. უბრალოდ იყო ის, რომ კი, ნამდვილად რაღაცა პერიოდი მეც ვიყავ ისე, რომ ბრაზდებოდი, რომ რატომ არ იცოდნენ ადამიანებმა, რა იყო ამაში, ვთქვათ, ისეთი განსაკუთრებული, რომ ვიღაცას არ ეთქვა, რომ ასე ეთქმა, არ შეიძლება და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღე ეს როგორც ფაქტი. პირიქით, მადლობელიც კი ვიყავი რაღაც მომენტში, იმიტომ რომ შესაძლოა ამან ბევრი რაღაცა ამაცილა მერე ცხოვრებაში, იგივე არასწორი ნაბიჯი, გამაძლიერა,
საკუთარი თავის პოვნაში დამეხმარე, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ეს ფაქტი რომ არ ყოფილიყო, აი უფროს ეგრე როგორ ელაპარაკები, როგორ ბედავშენ ამას, რომ ზოგადად აფიქსირებ შენს აზრს, საკუთარი თავისგან მით უმეტეს ნებართვას როგორ იღებ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი რომ ამასაკში გაცნობიერებული მქონდა თქო ვერ ვიტყვეს უბრალოდ ძალიან სპონტანურად ხდებოდა, მაგრამ მე რო დავიწყე რომ მე ისეთი რო ვიყავი 5 წლის ასაკში, მოდი იმას დავუბრუნდე იმ პირვანდელ მდგომარეობას, აი ამ პროცესში იმდენად საინტერესო რაღაცები აღმოვაჩინე საკუთარ თავზე და გარე სამყაროზე, რომ ისეთი მადლობელი ვიყავი, რამდენიმე წლის წინ მქონდა ეგ გაცნობიერება, ისეთი მადლობელი ვიყავი მართლა იმ ფაქტის და იმ მდგომარეობის, რომ ის რომ არ ყოფილიყო შესაძლოა მე ასეთი სიღრმეებში წასვლა საკუთარი თავის საძიებლად ამის სურვილი არ გამჩენოდა და ეხლა რომ საუბრობდი, აი მსახზე გქონდა რაღაცა ეს გადანათება კი მეც მქონია მსგავსი მომენტები და აი სრულად მესმის ეხლა რას გრძნობ, იმიტომ რომ რაღაცა რთული მომენტები მიფიქრია ხოლმე რომ ალბათ გავმეორდები რომ ეგ რო არა შეიძლება ასეთი არ ყოფილიყავი. იმ პერიოდში შეიძლება რაღაცა ნეგატიურად აღიქვა, მაგრამ სამომავლოდ იმდენად გეხმარება რაღაცებში, გაცნობიერებაში, ანუ გაძლიერებაში, რომ ფიქრობ, რომ აი ის რომ დადებითი კუთხით უყურებ ახლა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ანუ გიბრწყინავს სახე, როდესაც აი ამ გაცნობიერებას და აი ამაზე საუბრობ. კი, აი წეღანაც რო ვთქვი, რომ ძალიან დეტალურად ხო არ მოუყევი ეს ყველაფერი თქო, მე თვითონაც ვიგრძენი, რომ შინაგანად ვიყავი დაძაბული, როდესაც ამას აი ესე პოდკასტის ფორმატში ვყვებოდი. მაგრამ არა, ვირიქით, კარგია, რომ სხვა ადამიანებიც დაფიქრდებიან და პრინციპში შენი პოდკასტების დანიშნულებაც ეს არის და მეც იმიტომაც ვაზიარებ, რომ ერთი მხრივ ასეთი რაღაც შეცდომები აღარ დაუშვან ადამიანებმა იქნება ეს ხომ არ არის მაინც და მაინც პრევენცია რო არ დაუშვებენ იქნება არ დაუშვან, ჩემი გამოცდილება იქნება დაეხმაროთ და მეორე თუ ვინმე მიიღო ამგვარი გამოცდილება და ვინც მოისმეს ამ პოდკასტს, ამას გადააკონვერტირებს და რაღაცა დადებითს მოუძებნის, როგორც მე ამ შემთხვევაში მივხვდი და გავაცნობიერე ის, რომ ეს მომენტი რომ არ ყოფილიყო შესაძლოა მე საკუთარი თავი ისე კარგად არ მეძიებინა, როგორც ამ ყველაფრის მე ვეძიე, აი ამან უკვე უფრო მეტად გამიჩინა და რა გავლენა ქონდა აი ამ ფაქტს, ახლა შენ ესე ძალიან მნიშვნელოვნად გამოგვეთე და აი რა გავლენა ქონდა უკვე მე ზრდასრულ ლანაზე. სასო შენს პიროვნებაზე. აუ კი, ძალიან კარგი კითხვა არის და პრინციპში შენ მიწარდგენაც ისე გააკეთე, რომ აი რაღაცა უკვე რაღაცას მივაღწიე, შეიძლება ითქვას და საინტერესო საქმეს ვაკეთებ იგივე ჩემს კომპანიაში და იგივე რაც დავაფუძნეს L&D ორგანიზაცია, მაგრამ ხორაშუაში შეიძლება და ეს ყველაფერი ყოფილიყო. ამ ყველაფერმა იქონია ის გავლენა, რომ მე თითქოს გავურბოდი საკუთარი თავის მნიშვნელოვნების დაფიქსირებას. ანუ მაგალითად, როდესაც თუნდაც ჯგუფში ვინმე იკითხავდა და როდესაც ვსწავლობდი და ვიყავი სტუდენტი, რომ აი მაგალითად ვის შეუძლია ამ კითხვაზე პასუხი გასცეს. ზუსტად ვიყავი დარწმუნებული, რომ მე შემეძლო, მაგრამ ჩემმა ტვინმა უკვე განაზოგადა, რომ მე ასე არ უნდა ველაპარაკო და მე არ უნდა ვიყო აი ესეთი გამბედავი და უკვე ვეღარ გაარჩია რა სიტუაციაში და ის რომ თქვა ბავშვობას ეხება და მე უკვე გავიზარდე, დიდი ვარ, გადმომყვა ეს ყველაფერი და აი მაგალითად აი ძალიან მინიმალურ რაღაცებში ხელს არ ვიწევდი, რომ პასუხი დამეფიქსირებინა. მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი დარწმუნებული, რომ სწორი პასუხი, ზუსტი პასუხი, საინტერესო პასუხი, რაღაცა ენერგიის მომცემი პასუხი, აი ყველანაირი პასუხი შეიძლება და ყოფილიყო ჩემგან დაფიქსირებული, მაგრამ აი ეს მომენტი, რამაც საბოლოოდ მე ძალიან ბევრი შანსი გამოშვებინა ხელიდან ცხოვრებაში. იმიტომ რომ ყველაფერი უკავშირდება ცხოვრებაში კომუნიკაციას, რაც უფრო მეტად შეძლებს საკუთარი თავის ადვოკატირებას და საკუთარი თავის საზოგადოებისთვის გაცნობას, მით უფრო საინტერესო ხარ სხვებისთვის. მე ეგ მომენტი ძალიან გავუშვი ხელიდან და მერე დავიწყე დაახლოებით 25-28 წლის ასაკში დავიწყე უკვე აი ამ ყველაფერზე ფიქრი, რომ მოდი რაღაცა ხომ არ უნდა შევცვალო, იმიტომ რომ მე შინაგანად გვგრძნობ, რომ ვარ რაღაცნაირად საინტერესო, მკეტავს რაღაცა და ვაცნობიერებ, რომ ამის გამო ვიკეტები და მოდი ამას შევხედო სხვანაირი თვალით.
და მერე დაიწყო ნელ-ნელა პატარ-პატარა ცვლილებები. მე და შენ რომ გავიცანით ერთმანეთს და ჩემი და შენი პირველი კომუნიკაცია რომ შედგა, მახსოვს რომ შენ მოხვედით ჩემთან, ისე რომ ანუ მეც არ მქონდა მოლოდინი რომ რაღაც კომუნიკაცია იმ წამს ესე შედგებოდა და ძალიან კარგად საათზე მითხე რომ შენ თაიმის საათი გიკეთია და ანუ საათ და დავიწყეთ საუბარი და ისე კარგი კომუნიკაცია შედგა და ანუ ადამიანი ხა რომ საერთოდ ვერ იფიქრებს რომ აი ეს რაზეც ახლა ჩვენ საუბრობდით შენს პიროვნებას ოდესმე გამოუცდია იმდენად კარგი და ესეთი კომუნიკაბელური ადამიანი ხარ ახლა ამჟამად აი რა გაცნობიერება იყო რა დრო დაგჭირდა ან როგორ მიხვედი იქამდე აი თქვი რომ 25-დან 28 წლამდე და აი ახლანდელი პიროვნება როგორ ჩამოყალიბდა ანუ რა გათვიცე რა გზა გაიარა რა გაცნობიერებები და აი რა იყო ის გარდამტეხი რომ აი ესე იქიდან მოვედით ძალიან კომუნიკაბელურ ადამიანად. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიხარია თუ ესე აღმიქვამენ, ბევრი მუშაობა. პირველ რიგში მუშაობს საკუთარი თავის ძიება, დავიწყებ ასე. ვეძიე. რაღაც მომენტში მქონდა მობეზრების მომენტები, რომ ოკეი, კაი, დავანებო თავის საკუთარ თავს, როგორც ხვას ისე ვუყურებდი და ვამბობდი, რომ ნუ არ გინდა ამდენი ძიება, აბა ეს თვისებები რატომ აქვს, აბა ის რატომ მოხდა, აბა იმ ბავშვობის მოგონების განეიტრალება და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც მიტაცებდა აი ეს პროცესი, აი ეს კვლევა ძიება საკუთარ თავში, იმიტომ რომ ოდესღაც კიდევ მეორე რაღაცა იყო ჩემს ბავშვობაზე და მართლა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ პირველად საუბრობ ჩემს ბავშვობაზე, აი ესე გულღიად და გულწრფელად და კიდე ერთ რაღაცას გაგიმხელ. დაახლოებით ამან უკვე ცოტა დიდი ვიყავი, ალბათ 10 წლის. როდესაც ჩემს თავს ვუთხარი, რომ მე რაღაც მნიშვნელოვანი საქმეები, დიადი საქმეები უნდა ვაკეთო. წარმოიდგინე არ მაქვს ეს სიტყვა საიდან მოვიტანე, ანუ ეს დიადი საქმეების კეთება, მაგრამ აი ეს მქონდა მუდმივად აი ეს განცდა და საკუთარ თავს ვიკვლევდი, იმიტომ რომ რა არის ის დიადი საქმე, რომელიც მე უნდა გავაკეთო და რომელიც ჯერჯერობით რომელსაც ვერ მივაგენი. და აი ამან კიდევ უფრო მეტად გამიტაცა, რომ მოდი აღმომეჩინა საკუთარ თავში რა არის ის, რის გამოც მე ვთქვათ აი ესეთი რაღაცა ვუთხარი საკუთარ თავს. და მე ნელ-ნელა მივხვდი რამაც მე უკვე დღეს სადაც ვარ და როგორც ვარ, გინდა პირად ცხოვრებაში, გინდა სამსახურებრივ პოზიციაზე, მიმიყვანა იქამდე, რომ მივხვდი, რომ ეს დიადი საქმე იყო ერთი რაღაც. ადამიანების ცხოვრება გამიხადა ჩემს გარშემო უკეთესი. ჩემთან საუბრის, ჩემი ვთქვათ ტრენინგის, ჩემი შეხვედრის, იგივე ჩემი აი ამ პოდკასტის თუ ასე შემდეგ მოსმენის, ნახვის, ყურების შემდეგ ადამიანებს იმაზე მეტი სცოდნოდათ, ვიდრე ვთქვათ მის მოსმენამდე იყო, ჩემს ტრენინგზე ყოფნამდე იყო. და აი ამის აღმოჩენამ და გაცნობიერებამ ძალიან გამაბედნიერა, რომ მე შემიძლია რაღაცა უკეთესობისკენ შევცვალო ჩემს გარშემო. შენ მე მითხარი რომ ბავშვობაშიო ყოველ აი მქონდა ხოლმე რომ ისო რაღაც ცოტა განსხვავებული ხარ ხო რაღაც განსხვავებული ხედვები გქონდა იმ გარემოსგან სადაც ცხოვრობდი რა შევლინდებოდა ხოლმე ეს განსხვავებული ხედვები გარემოსგან და გიშლიდა თუ გეხმარებოდა რაღაცებში ძირითად ნაწილში მიშლიდა ხელს ასე გამოვიდა საბოლოო ჯამში მაგრამ განსხვავებული ხედვები მქონდა მაგალითად 90-იანი წლების ბავშვების დამახასიათებელი რა არის, რომ არის სერიალები. ჩვენი მაშინდელი გასართობი იყო სერიალები და ამ სერიალებში მდიდრული ოჯახი იყო წარმოდგენილი თავისი მოსამსახურეებით და ასე შემდეგ. ეს სერიალები რომ გადიოდა თარგმანსა და საუბარს შორის მე ვიჭერდი იმ სიტყვებს თუნდაც ვთქვათ რაღაც ესპანური სიტყვა იყო თუ იტალიური თუ ასე შემდეგ და მე ქართულად რო თარგმნიდნენ და მე კონტექსტსაც ვუკვირდებოდი ეს სიტყვები მქონდა რვეულში გადმოწერილი აი ამის ლექსიკონს ვაკეთებდი და საკუთარ თავთან დარჩენილი ძირითადად კომუნიკაციობდი ხოლმე საკუთარ თავთან აი ამ სიტყვებს ვიმეორებდი, რაღაც სხვადასხვა სიტუაციას წარმოვიდგენდი, რომ აი ვიღაცა უცხოელ შევხვდი, მე ეს სიტყვა ვიცი, მე ამ სიტყვას გამოვიყენებ და ასე შემდეგ. და აი ამითი სიამოვნებას ვიღებდი. და სხვაებს რო ვეუბნებოდი, რომ მე მაქვს ასეთი რვეული და მოდით რაღაცა გავაზიაროთ, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემს გარშემო არ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც იგივენაირად ჰქონდათ ეს რვეულები მოცემული. მეორე იყო ის უცნაურობაც და წესისგან გადახვევა, ძირითადად მესმოდა ასეთი რამ, რომ ой, ერთიონეტა იმ ოჯახში ჩამაგდო, მოსამსახურეთო, ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდიო. მე ამ დროს მინდოდა თვითონ ის ოჯახი ვყოფილიყავი.
ის რომელიც იყო იქ მნიშვნელოვანი ძირითადი წამყვანი, რომლის გარშემოც იყო მთლიანად ეს სერიალი აგებული. ესეც ერთგვარი უცნაურობა იყო ჩემი მხრიდან. კიდე მესამე იყო ასეთი რამ, რომ ეს არ დამოიწყდება არასდროს და პირველად ეს საჯაროდ ვყვები ამ ამბავს. თუ სწორად მახსოვს 1994 წელს დაიწყო ასეთი გადაცემა საქმე, რომელიც მიყავდა გიორგი ისაკაძეს. და ამ წარმოიდგინე 94 წელია, ჩვენ გვიდგას აკუმულატორის შავ-თეთრი ტელევიზორები და ჩვენი გასართობი მაქსიმუმი ეს არის სერიალების ყურება. და ასევე ფსიქო იყო კიდე, რომლის ფილმებსაც მე არ მაყურებინებდნენ დიდობაში, რომელმაც ჩემს პიროვნებაზე იქონია, პიროვნულად ჩამოყალიბებაზე იქონია გავლენა. ოღონდ რა თქმა უნდა, აბსოლუტური უმრავლესობა ამ ფილმებისა მე არ მქონდა ნანახი, მაგრამ ან თუნდაც ვთქვათ დემოს ან რაღაცა რეკლამას რო ვნახულობდი, უკვე ვხვდებოდი, რომ რაღაცა ისეთი სამყაროა ამ ფილმებში წარმოდგენილი, რომელიც მე მიზიდავს. მაგრამ ისევ და ისევ კლიშეების და რა თქმა უნდა არასრულწლოვნისთვის არ იყო ამ ფილმების ნახვა. უმეტეს შემთხვევაში სასურველი, არ მანახებდნენ, მაგრამ ამ ფსიქომაც ჩემს პიროვნებაზე იქონია გავლენა და შენი კითხვა, რომ რა ვლინდებოდა, რომ უცნაური და არასტანდარტული აზროვნება იყო ეს, რომ აი ფსიქოს ყურება მინდოდა ძალიან. და მეორე იყო, რომელსაც არ მაყურებინებდნენ და არ ვიცი ემოცია რა მქონდა მაშინდელი, მაგრამ იყო მეორე ეს გადაცემა საქმე. რომელსაც ვუყურებდი, ძალიან ხომ მომწონდა წამყვანის სტილი, რაღაცა გამოდიოდა პიჯაკით, სათვალით, როგორ მახსოვს ეს ყველაფერი რაღაც დაახლოებით აი ესეთი გარემო იყო და ჩემთვის ეს იყო აი რაღაცა აი რომ გაგდებდა არაჩვეულებრივ სიტუაციაში ყველანაირი გაგებით და სიტყვებს ისეც იყენებდა, რომელიც მე არ ვიცოდი. ერთ-ერთი სიტყვა მახსოვს ინვესტიცია, იყო კაპიტალი და დავიწყე ლექსიკონებში ამის ძებნა, საბჭოთა ენციკლოპედიაში, როგორც მახსოვს ვერ მივაგენი, მე სხვებს ვეკითხებოდი, რას ნიშნავს კაპიტალი, რას ნიშნავს რაღაცა ინვესტიცია და ასე შემდეგ. მეტნაკლებად ვიღებდი ან ვერ ვიღებდი პასუხებს. და აი მაშინ გადავწყვიტე, რომ მეთქი მე უნდა გამოვიდე ეკონომიკური ჟურნალისტი. და ბებია ჩემი იყო ჩემთვის აი რაღაცა აიკონი, პიროვნება, რომელიც აი ყველა ჩემს წამოწყებაზე მეუბნებოდა მაგარი ხარ, მიდი რაღაცა გააკეთე ეს და მითხრა რომ კიო, შენ თუ გადაწყვიტე რომ იყო ჟურნალისტიო, კარგიო, იყავი ჟურნალისტიო, მაგრამო ამ შევარდნაძის ეპოქაში რა ეკონომიკაზეა საუბარი, ანუ რანაირად უნდა გამოხვიდე ეკონომიკური ჟურნალისტიო. უბრალოდ კითხვა დამისვა და აი მანდ მივხვდი მეც რომ ნუ ოკეი, ანუ არა მაქვს არანაირი წინ წასვლის საშუალება და მოდი ამ თემასაც ისე დავივიწყებ. ხო, მაგრამ ესეც იყო ერთგვარი უცნაურობის გამოვლინება, რომ მე ამგვარი თემები მაინტერესებდა. და მესამე, ყოველთვის მაინტერესებდა უფროს ადამიანებთან ურთიერთობა. ჩემს სტოლებთან თითქოს ვერ ვიღებდი იმას, რაც იყო ჩემთვის საინტერესო. დიდების სამყარო ძალიან საინტერესო იყო, ისინი რაზე საუბრობდნენ, როგორ საუბრობდნენ, რა იყო მათი განსახილველი თემები და ასე შემდეგ. და ამიტომაც ესეც ვფიქრობ, რომ ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ამანაც იქონია თავისებური გავლენა. ეხლა რომ გისმენდი. ფაქტობრივად ადამიანის ანუ ჩემი დასკვნა რაც შეიძლება ესეთი იყოს და არ ვიცი დამეთახვევით თუ არა, რომ წარმატებას რომ მიაღწიო, რაც მეტად მიდის შენი აზროვნება თავისუფლებისკენ და იმ წრეც არ ღვევს, მით მეტად დიდი შანსია, რომ რაღაცა წარმატებას მიაღწიოს, აი როგორც შენ შემთხვევაში იყო ვიღაცას თუ უნდოდა დიასახლისობა, შენ გინდოდა დედოფლობა. კი, ასე იყო. აი როგორც ამბიციური განაცხადია, მაგრამ ასე იყო, კი. კი. აი შემდეგ უკვე როგორ გადმოდიხარ სამეგრელოში ცხოვრობდი და როგორ შემოდიხარ, როგორ განვითარდა სწავლა, განათლება და უკვე აი რამ განსაზღვრა ეს არჩევანი. საერთოდ წახვიდოდი. კი. ერთ რაღაცას მოვყვები ჩემი ბავშვობიდან, იმიტომ რომ ეს იყო გარდამავალი პერიოდი, როდესაც რაიონიდან, უბრალოდ სოფლიდან წამომიყვანეს და გადმოვსახლდით აქ. ხო, ოღონდ წინაპირობა იყო ესეთი რაღაცა. ესეც არასდროს არავის არ მომიყოლია, მე მგონი შენ კი გითხარი. აი, ძალიან დიდი მადლობა გულწრფელობისთვის. კი, არ ვიცი ამას როგორ მიიღებს მაყურებელი, მაგრამ ეს იყო ის რაც მე გამოვიარე და რატომღაც მგონია რომ ჯერ კიდევ ბევრი ქალი, გოგო ამას გადის. ჩემთვის ასე ვთქვათ, პერსპექტივა რა იყო?
სამეგრელოში დაბადებული გოგოსთვის, რომელიც ძალიან მაგრას სწავლობდა და ნომერ პირველი იყო, შეიძლება ითქვას, მთელს სკოლაში, პერსპექტივა იყო რა, რომ ზუგდიდში ჩავაბარებინოთ და მივათხოვოთ ვინმე შეძლებულ ადამიანს, ანუ წარმოიდგინე, ესეთი პერსპექტივა გადაიშალა ჩემს თვალწინ, როდესაც უკვე რაღაცა თინეიჯერობის კი, ასაკი ნელ-ნელა უკვე მიდის და აი მე-9 კლასში ვარ, როდესაც უკვე უნდა გამოიკვეთო, საით უნდა წავიდეს ჩემი ცხოვრება და აი მაშინ განვაცხადე, რომ არანაირად ჩემს პრიორიტეტებში არ შედის ეს გათხოვება, ვიღაცის მითხოვება და ასე შემდეგ. მაშინ როდესაც ყოველ წუთს ჩემს გარშემო ისტორია იყო მხოლოდ ესეთი, რომ ეს გოგო მოიტაცეს, ის დარჩა, ის არ დარჩა, იმან თავის მოკლა გადაწყვიტა. აი ასეთი ისტორიები მესმის ყველაფერი და ჩემთვის ეს ოჯახი, გათხოვება უკავშირდება ყველაფერს ნეგატიურს და თასართ არც მინდა ასეთი რაღაცა. მე სულ სხვა ოცნებები მაქვს, სულ სხვა სურვილები მაქვს. საერთოდ სხვანაირად წარმომიდგენია საყვარელი ადამიანის პოვნა, როგორც აი იმ სერიალებში პოულობდნენ და ანუ საერთოდ ჩემი სამყარო მაქვს მოწყობილი და ამ დროს იგივე ბებია ჩემი რომ ესეთ გეგმებს ალაგებს საჩემოთ რომ ესეთი რაღაცა უნდა იყოს, ანუ მეთქი ძალიან მიყვარხარ, მაგრამ შეუძლებელი ამბავია ეს. და ნუ გავიწყდება რომ 1998 წელს ჩამოვიდი პირველად თბილისში. მანამდე თბილისში არც ვიყავი ნამყოფი. ჩამოვედი და მივხვდი რომ აქ არის ის საშუალება, რომელიც და ის არეალი მე რომ წარმომედგინა და არა ვთქვათ სხვა რომელიმე ადგილას ტერიტორიას არ აქვს მნიშვნელობა. ანუ დედაქალაქში ჩამოსვლა იყო და ოჯახს ვთხოვე რომ თუ ჩამომიყვანთ და წამოვიყვანთ თბილისში, მე შევძლებ რომ ვიცხოვრო ისე როგორც მე წარმომიდგენია, თუ არა და მეთქი გავიქცევი სახლიდან თქო. მე არ ვიცი მამა ჩემს ახსოვს თუ არა, შეიძლება ამას რომ მოусმინოს, შეიძლება გაახსენდა, შეიძლება არც, მაგრამ მამა ჩემს ვუთხარი რომ მეთქი ანუ შენ თუ არ წამიყვან, იმიტომ რომ მამა იყო ის რომელსაც უნდა მოეკიდა ჩვენი ოჯახისთვის ხო ხელი და წამოვიყვანეთ, მე გავიქცევი თქო და ვიყავი ამის გამკეთებელი. აი სასწაული გამბედაობა მქონდა. რაღაცას აი ბოდიში რო გაწყვეტინებ, მაგრამ აი რას მინდა რომ გავუსვა ხაზი რომ მე რას ვგრძნობ და არ ვიცი სწორია თუ არა. აი თავიდან დაიწყე საუბარი რომ მეო ბავშვი პატარა რო ვიყავ ეს გამბედაობის ისო თქოს ჩამიხშესო და აი ხელს არ ვიწევდიო რაღაცა, მაგრამ ეხლა რო საუბრობ, აი ის თავარი ღერძი რაზეც მე შენი პიროვნება იყო და ანუ არ იყო მაინც გადასული, იმიტომ რომ მშობელს მიხვიდა და უთხრა რომ აი მე გავიქცევი, ანუ უდიდესი გამბედაობა არის. ანუ მაინც ვერ მოახერხა იმ თუნდაც იმ პატარა ფაქტმა სრულად გავლენის მოხდენა შენზე მე ესე ვგრძნობ, იმიტომ რომ აი მიხვიდე და ამ ხელა გამბედაობა გამოიჩინო, ალბათ დათრგუნა, მაგრამ ბოლომდე ძალიან სასიამოვნოა თუ ასე ჩანს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ძალიან დიდი გამბედაობა არის ეს. კი, აი ესეთ რომელიც ძალიან მინდოდა. და ისიც კი მქონდა შემუშავებული, რომელ ავტობუსს უნდა გავყოლოდი, მარშრუტი რა უნდა ყოფილიყო და ამ დროს წარმოვიდგინე მხოლოდ ერთად თბილისში მოვდიოდი. კი, მოვდიოდი თბილისში. რა გეგმა გქონდა, რომ ჩავედი თბილისში, გამოვიქეცი და რას ვაკეთებ? კი, ანუ მქონდა ყველაფერი გეგმა. წარმოიდგინე გეგმა მქონდა და ეს იქნებოდა, არ ვიცი, ალბათ რაღაცა ფილმივით რაღაცა, რომელიც შესაძლოა მე სადღაც სერიალში დავინახე ეს ინსპირაცია მივიღე და მე საკუთარ თავზე გადმოვიტანე, თითქოს ჩემი სამყარო ვიპოვე. შესაძლოა არც და უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, მაგრამ მამა ჩემმა რომ შემომხედა, იფიქრა რომ ჩემი შვილიაო, გააკეთებსო ამასო. თუ არ ვიცი რა იფიქრა, ყოველ შემთხვევაში ნუ წამოვედით. აქ ჩამოვედით თბილისში და თბილისში იყო ერთი გარდამტეხი მომენტი, რომელსაც მოვუყვები და მე უკვე დიდობაში გადმოვალ. თბილისში როგორც სანიმუშო მოსწავლე გადაწყვიტეს ჩემმა მშობლებმა, რაც ძალიან მახარებდა და ძალიან მაბედნიერებდა, სწავლა გამეგრძელებინა არა ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში, არამედ ლიცეუმში. და მივიდნენ ლიცეუმში. 115 სკოლას ჰქონდა ლიცეუმი, დღესაც არის ეს სკოლა და ამ სკოლის დირექტორმა განაცხადა უარი ჩემს მიღებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ მე სოფლელ ბავშვს ჩემს ლიცეუმში ვერ ვასწავლი. ნუ ამაზე აი თითქოს ცა ჩამოიქცა. ანუ არ ვაჭარბებ, აი ესეთი სულისკვეთებით ვარ, ბავშვი ვარ, იმაზე ორიენტირებული, რომ სახლიდან გავიქცევი
და ლამის მართლა მოხდა ესეთი რაღაც, რა თქმა უნდა არ მოხდებოდა, მაგრამ და ესე რომ ესე ვარ ჩამოსული და მთელი ამბები და ვიდრე ესეთ პასუხს. ფრიადოსანი უკვე რომ ესპანური სიტყვები იცი და სხვები კი. ძალიან კაი მსმენელი ხარ, მადლობა. ესე მთელი ჩემი ამ ყველაფრით და ერთ დღესაც მეუბნებიან რომ ესეთი რაღაცა არის და ჩემ მშობლებს უყურებ არიან რაღაც ძალიან დაბნეულები და მოვიდა ჩემს ყურამდე ეგ ამბავი გავიგე. მართლა ჩამობნელდა ყველაფერი, იმიტომ რომ მთელი ჩემი ეს მოტივაცია, ეს რაღაცა იქ თითქოს ჩამოინგრა. მერე მამაჩემმა რაღაცაირად იყო ჩაღა, იმიტომ რომ ნახა რომ ძალიან მართლა ცუდად ვიგრძენი თავი და მიმიყვანეს დავიწყე სწავლა ამ ლიცეუმში. ის მიგიღეს საბოლოოდ. რაღაცნაირად არ ვიცი რაღაცა მოხდა, მოკლედ და მიმიღეს, მარტივად რომ გითხრა, მიმიღეს. და მერე იყო უკვე რომ უნდა გამოხვიდე სკოლიდან და უნდა იარო რეპეტიტორებთან, გავიზარდე უკვე, მე-11 კლასში გადავდივარ და უნდა გამოვიდე. და ამ დროს იგივე დირექტორმა თქვა რომ ეს ბავშვიო არის ნომერ პირველი, კლასში საუკეთესო, ძალიან ლიდერული და ძალიან მენანებაო რომ ესე გაგატანოთ, ეხლა მე ამ ბავშვის საბუთებიო და ცოტა ხანი მაინც ხომ არ მოიცდიდითო. შეიძლება ითქვას მეტნაკლებად დამიკომპენსირა ის პირველი განცდები, ამ მისმა ესეთმა საუბარმა, მაგრამ მე უკვე ჩემი გზა მქონდა, ჩემი რაღაცები გამოვიტანე საბუთებიდან, დავიწყე საბუთების გამოტანა იყო თუ რაღაცა კერძო სკოლაში უნდა გადავსულიყავი და რაღაცნაირად ესეთი ის იყო წინაპირობა. წამოვედი მოკლედ ამ ლიცეუმიდან და დავიწყე მე სხვა სკოლაში გადავედი. ესეთი რაღაცა იყო, რომელმაც ასევე ჩემი ეს იქონია, გავლენა ჩემზე. და ნელ-ნელა ხო გეუბნება ესეთი გამონათებები მქონდა გამბედაობის გამონათებები იყო თუნდაც რაღაცა რასაც ვაკეთებდი ის ყველაფერი და მგონია რომ რაც უფრო მეტად ვიქნები გამბედავი ეხლა მე კი ვთქვი რომ სხვებს იქნებ გამოადგეთ ეს ყველაფერი პირველ რიგში საკუთარ თავს ვეხმარები თუნდაც ის რომ აქ დღეს შენთან ერთად ვარ და გაუბედე და ვთქვი რომ კი ანა მოვალ შენთან პოდკასტში და ამებზე ვილაპარაკებ ესეც გამბედაობა საუბრობდით ანუ წინა სტუმარიც რომ იყო და ანუ რა არის საჭირო რომ ადამიანი წარმატებული იყოს მგონი პირველი არის გამბედაობა. ანუ გამბედაობა და რაღაც საკუთარი თავის გაცნობიერება რომ რაღაცები შეგიძლია და სხვა თუ გააკეთებ ანუ შენს გამოგივა. შენ ეს იდეალურად გამოგდის. შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორი არის კომპანია Pinex-ი, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს ჩინეთიდან და აქვს საქართველოში ყველაზე დაბალი ტარიფი $8 ფიზიკური პირებისთვის, ხოლო კორპორატიულისთვის $7 და გადადით მათ გვერდზე და ისარგებლეთ საუკეთესო სერვისით. ახლა გავაგრძელოთ ჩვენ. და გადმოვიდეთ უკვე ზრდასრულობაში, შენი ბავშვობა საკმაოდ კარგად განვიხილეთ და მადლობა რომ ესე გულწრფელი იყავი შენი ბავშვობის გაზიარების მომენტში. რამ განსაზღვრა შემდეგ უკვე შენი კარიერა. მითხარი რომ გინდოდა ყოფილიყავი ჟურნალისტი, მაგრამ ხარ უფრო სწავლება განვითარებაში. ახლა რასაც აკეთებ. როგორ დაიწყო, რა გზა იყო და როგორ მოხვედი აქამდე? უკვე დასრული. კი, ძალიან საინტერესო იყო და ჩემი პიროვნული თვისებების ის ნაწილი, რომ მინდა გავხატო უკეთესი გარემო ჩემს გარშემო, რასაც მე შევძლებ და როგორც შევძლებ. და მგონია რომ სწავლება და განვითარება არის ის პირველი საშუალება, რომლითაც ადამიანები საკუთარ ცხოვრებას უკეთესად მოიწყობენ. უბრალოდ ერთი ის არის რომ დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც სწავლებაზე და განვითარებაზე ვსაუბრობ, შეუძლებელია რომ არ იქონიოს გავლენა იმან, რაც ქვეყანაში ხდება, იმიტომ რომ ვინც სწავლებაზე, განვითარებაზე არის ორიენტირებული, ფაქტიურად ყველა არის დატყვევების რეალური კანდიდატი, ადამიანები, რომლებმაც უნდა შექმნან დოვლათი, რომლებმაც უნდა ეს ნაწილი, რაც არის საუკეთესო, რომ გარემო უკეთესობისკენ შეიცვალოს, ესეთი ადამიანები არიან დემონიზებული. და ესეთი სწავლა და განვითარება ცუდ რაღაცად ითვლება. ეს ძალიან მოქმედებს ჩემზე. ძალიან ხშირად არის მომენტები, როდესაც დიდი იმედგაცრუებებიც მაქვს ხოლმე და გული შემტკივა ქვეყანაზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობ, რომ ჩემი წვლილი რაც არის და ჩემი მოწოდება რაც არის, ეს მაინც გავაკეთო ეს ყველაფერი და ეს სწავლება და განვითარება იგივე ეს L&D ჯორჯია, რაც გავაკეთეთ.
ჩემს მეგობრებთან ერთად, ესეც არის ამის შემადგენელი ნაწილი. აი, კარგად რო აგვიხსნა, რას გულისხმობს თვითონ კონცეფცია. კონცეფცია, რასაც გულისხმობს, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ჩემს დღევანდელ საქმიანობასთან. ვარ სწავლების და განვითარების სპეციალისტი, ჩემს ძალიან საყვარელ კომპანიაში, Time-ში და ძალიან მეამაყება და ცხოვრების ყველა ეტაპზე ძალიან გამაბედნიერებს, რომ მე ამ კომპანიაში ვმუშაობ და ამ კომპანიის ნაწილი მერქმევა. არის ის, რომ ზოგადად როგორ უნდა განვითარდეს კომპანია. ყველას ხო თავთავისი წვლილი აქვს კომპანიაში, რომელიც საბოლოოდ ერთ დიდ მთლიან პროდუქტს ქმნის და კომპანიას, როგორც კომპანიას ისე წარმოადგენს. სწავლებასა და განვითარებას აქვს ეს წვლილი, რომ გეგმა როგორ უნდა განვითარდეს კომპანია, ორგანიზაციული კულტურის შემადგენელი ნაწილიც არის. პირდაპირ აისახება შედეგებზე, პირდაპირ აისახება, ვთქვათ, წარმატებაზე, რომელიც კომპანიამ წლიდან წლამდე ან რაღაცა დაგეგმილი პროცესიდან დაგეგმილ პროცესამდე რომ უნდა მოიტანოს. როგორც წესი, საქართველოში ძირითადად ეს ასოცირდება, რომ ოკეი, ტრენინგებს ატარებ. რაც ასე არ არის. სწავლება არის ხანგრძლივი პროცესი, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც არის ტრენინგების ჩატარება. ტრენინგების ჩატარებამდე მოსამზადებელი სამუშაოებია გასაწევი, უშუალო ტრენინგის ჩატარებაა მეორე ნაწილი და ტრენინგის ჩატარების შემდეგ მონიტორინგი. რამდენად შეუძლიათ რომ ადამიანებმა გადმოიტანონ პრაქტიკაში ის ყველაფერი, რაც მათ ტრენინგების პროცესში მიიღეს. ეს უკვე არის სწავლა. და ეს უკვე არის სწავლება, რომელიც რაც უფრო დაგეგმილია, რაც უფრო გრძელვადიანია და რაც უფრო საინტერესოდ არის აწყობილი, მით უფრო მეტად მიდის მერე პირდაპირ ორგანიზაციის წარმატებაზე და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ორგანიზაციის წარმატებას განსაზღვრავს რა? ადამიანების იქ დასაქმებული ადამიანების წარმატება. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი არის ზუსტად ეს, რომ ორგანიზაციის წარმატება და პიროვნული განვითარება და პიროვნული წარმატება, როგორც იქ დასაქმებული პოზიციის მქონე ადამიანის, არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული და იმდენად მახარებს, რომ აი აქ ვიპოვე ჩემი თავი და მივხვდი, რომ ეს არის ის, რითაც შენ ტრენინგიდან ტრენინგამდე, შეხვედრიდან შეხვედრამდე უკვე გაზრდილს ხვდები ადამიანებს, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ავიღოთ აი მენეჯერი. მენეჯერმა ხომ უნდა მართოს თავისი გუნდი. რამდენად კარგად მართავს, რამდენად სწორად მართავს. შენ რო შეგიძლია ყველანაირი ხელსაწყო მისცე მენეჯერს, რომ რაც შეიძლება კარგი, დადებითი, საინტერესო გარემო შექმნას თავის გარშემო. და მე რო შემიძლია ეს ყველაფერი გავუზიარო, მივაწოდო, პროგრესი დავინახო, გავზომო პროგრესი. ხო, გუნდის წევრებიც უფრო კარგად იგრძნობენ თავს. ეს ადამიანის უფრო მეტად მოტივირებულია და საერთო წარმატებაშიც უფრო მეტად შეუძლია წვლილი შეიტანოს. აი ამის გაცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის მთელი ჩემი ბავშვობიდან ბექგრაუნდი, რაც მოვყევი და რაზედაც ვისაუბრე, მივხვდი, რომ აი ეს ყველაფერი მე რო თავის დროზე ვთქვი, რომ რაღაცა დიადი მიზნები უნდა ვაკეთო, არის ეს, რომ ცოდნა მივცე ადამიანებს და მივცე ხელსაწყოების, საშუალებები, როგორ უნდა მოიწყონ თავიანთი ცხოვრება, როგორ უნდა იყონ უფრო მეტად გაზრდილები, როგორ უნდა იკონტაქტონ და იკომუნიკაციონ უკეთესად გარესამყაროსთან. შენ მითხარი, რომ Time-ზე აღნიშნავ, რომ ხარ გიბწყინავს, რომ ძალიან კმაყოფილი ხარ შენი კომპანიით, სადაც ხარ დასაქმებული. რამდენი ხანი აქ ხარ და როგორი იყო პირველი ნაბიჯები ამ კომპანიაში? 3 წელია უკვე, რაც ვარ. უბრალოდ ცოტა ხანში იქნება უკვე სრული 3 წელი. ეს კომპანიაც არის ჩემთვის ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი და ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ კომპანიამ გამოიჩინა ძალიან დიდი ნდობა ჩემს მიმართ. მივედი კომპანიაში და აღმოჩნდი სამყაროში, სადაც ენთუზიაზმის გარდა გამოცდილება არ მქონდა. ეს შეეხება საათებს და სამკაულებს. საათები და სამკაულები მიყვარდა ყოველთვის, მაგრამ მეცნიერების დონეზე, რაც არის ოროლოგია, ჩვეულებრივი მეცნიერება არის, რომელიც აი ამ საათებთან დაკავშირებულ და დროსთან დაკავშირებულ თემებს განიხილავს და შეისწავლის, მე წარმოდგენა არ მქონდა. და ამიტომ, როდესაც მეკითხებოდნენ, რომ აი, ლანა, მოვა შენთან ადამიანი, რომელიც 5, 6, 7 წელია, რაც მუშაობს საათების სფეროში, როგორ შეგიძლია შენ ეს ადამიანი დაარწმუნო იმაში, რომ შენ შეგიძლია რაღაც ახალი ასწავლო მას. და ეს კითხვა იყო სრულიად ბუნებრივი. ეს გასაუბრების ეტაპზე, ხო? კი, თუნდაც გასაუბრების ეტაპზე და მეც უსვამდი ჩემს თავს ამ შეკითხვას. და მან იცი რამ მიშველა? ყველაზე მეტად მიშველა იგივე ჩემმა გამბედაობამ.
იგივე ჩემმა პასუხისმგებლობის აღებამ. იყო თემები და არის სფეროები, რომელზედაც თუ ვიტყვი, რომ მე აქ შევძლებ, რომ ვისწავლო, პირველ რიგში მე თვითონ და მე ეს ცოდნა გადავცე სხვას, იქ უკვე ძალიან დიდ თავდაჯერებას ვგრძნობ. და ვთქვი, რომ მე სხვა პროექტები, რაც გამიკეთებია, პარალელები მოვიყვანე, პარალელები გავავლე, რომ სხვა დროს რაც გამიკეთებია, ისეთი რომელშიც მე არ მქონდა გამოცდილება, ან ნაკლები გამოცდილება მქონდა, გამოსულა. ახლაც ამის გამო ვთვლი, რომ ეს ყველაფერი გამოვა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კომპანიასა და ჩემს შორის მოხდა ეს შეთანხმება, იმიტომ რომ პირველი მისვლიდან, პირველი თვის დაახლოებით თვენახევარში ახალი ბრენდი შემოვიდა საქართველოში, სასაათე ბრენდი, მთელი თავისი სასაათე აგებულების დეტალებით და განათების სახეებით, მექანიზმების ტიპებით და მექანიზმების ყველა ნაწილის აღწერით, სადაც უნდა წარმოედგინა ეს ყველაფერი. და მე ეს შევძელი, გავაკეთე და საკმაოდ პროფესიონალურადაც გამომივიდა პირველივე ჯერზე. რამაც უკვე მიმახვედრა, რომ იცი რა კი ეს ის არის, რაც მე გამომივა. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეხლა სხვა რომელიმე სფეროს კიდევ აი ესე თავიდან მომინდება და სურვილი გამიჩნდება, რომ რაღაცაში თავიდან ჩავერთო და თავიდან ვისწავლო, მაგრამ არის რაღაცა სფეროები, რომელშიც ყოველთვის ვთვლიდი, რომ ოკეი, აქ თუ მექნება შესაძლებლობა. თავიდან გქონდა ის, რომ აი გამოვა არ გამოვას მომენტი, პატარა შიშები თუ იმის მიუხედავად, რომ გამბედავი და თავდაჯერებული იყავი შენს თავში და იცოდი რომ აი გქონდა თუ არა მაინც პატარა ეს ხარვეზები რომ აბა რასაც მეუბნებიან მართალი ხო არ არის როგორ წავდგები მაგალითად ეს გამოცდილი ხალხის წინაშე ან რამე მსგავს არა შენ წარმოიდგინე და ცოტა ამბიციურად კი ჟღერს მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ გამოვიდოდა უბრალოდ მაგ ხოლმე ჩემი სტანდარტები რამდენად კარგად გამოვა აქ საქმე იყო იმაზე რამდენად კარგად გამომივა და როდესაც მივხვდი რომ მე რაც ვისურვე რომ იმ დონეზე კარგად გამომივიდა, აი მან თქვი რომ კი ბატონო, ეს ის არის, რომელზედაც შენ შეგიძლია რომ ესე კარგად იფიქრო და გააგრძელო. არა, აი მანდაც ის ჩემი გამბედაობა აქ გამომადგა, ოღონდ გამბედაობა ეს არის პასუხისმგებლობასთან ერთად ყოველთვის ჩემს შემთხვევაში, გამბედაობა პასუხისმგებლობის გარეშე ვფიქრობ რომ ყველაზე არასწორი ნაბიჯი რაც შეიძლება ადამიანმა გადადგას და ზოგადად ჩემი წარმატების ფორმულა შედგება გამბედაობისგან, სიახლის მიმღებლობისგან და პასუხისმგებლობისგან. აი ეს სამი კომპონენტი ქმნის ჩემთვის წარმატებას. რომელიმე ერთ-ერთი კომპონენტი თუ არის ამოვარდნილი ამ სამიდან, ან გამბედაობა თუ აკლია ადამიანს, ან სიახლეების მიმართ მიმღებელი თუ არ არის, ან პასუხისმგებლობის გრძნობას თუ არ გრძნობს ამ ყველაფრის მიმართ, მანდ არ არის. მაგრამ თუ ეს სამივე კომპონენტი არის, მანდ უკვე წარმატება არის გარდაუვალი. ამასაც მივხვდი. ეს რაღაცა მინდა კითხო, რომ შენ ჩვენი საუბრის განმავლობაში ახსენე, რომ სხვადასხვა ეტაპზე შენ ძალიან ბევრ რაღაც ტრენინგებს მიმართავ, ახლა მაგალითად სადაც ჩვენ შევხვდით, კოუჩინგს ვეუფლებით ორივე, ასე ძალიან კარგად ერკვევი ადამიანის ტიპებში, ადამიანის ამოცნობა კარგად შეგიძლია. აი ის რომ რასაც შენ აკეთებ წარმატებული სამი კომპონენტი ჩამოთვალე. აი ადამიანს რო კარგად იცნობდე მის ემოციებს, შიშებს. ანუ არის ეს მნიშვნელოვანი ისთვის რომ თუნდაც ან გუნდი მართო, ან უბრალოდ ცხოვრებაში გამოგადგეს, აი კარგად შეგეძლოს ადამიანის შინაგანი მდგომარეობის გაგება, შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია? გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. და ეს ყველაფერი სხვათა შორის შენ წინაზე რომ მკითხე რა მიგიყვანა აქამდე ეს იყო ბევრი მუშაობა მე ზოგადად მე მგონი კი ვთქვი რომ მუშაობა მეთქი მაგრამ ეს მუშაობა იყო თუნდაც იგივე ფსიქოთერაპევტთან ვიზიტები რომ აი თუნდაც იგივე ჩემი ბავშვობის თემებზე მესაუბრა და რამდენიმე ძალიან საინტერესო და ესეთი ნაყოფიერი სესიები მქონია რომელმაც რეალურად ძალიან კარგი გავლენა იქონია უამრავი ტრენინგი განვითარებაზე წიგნები ონლაინ რესურსები, რომელიც ძალიან ხელმისაწვდომია. აი ეს ყველაფერი, თუნდაც იგივე, რაც ჩვენ რასაც გავდივართ ახლა ერიქსონში და იგივე ვთქვათ ენეაგრამის მიმართულებით, ხომ? ადამიანის ტიპაჟები. ეს ყველაფერი არის ჩემთვის პასუხისმგებლობის ნაწილი. მე, როდესაც პასუხისმგებლობას ვამბობ, რომ როცა რაღაცას ვაკეთებ, მე სადღაც წამიკითხავს, სადღაც გამიგია ან გამოცდილებით მიმიღია. ეს ყველაფერი არის გატესტილი, ეს ყველაფერი მუშაობს და ეს ყველაფერი ზუსტად ვიცი რომ ეს გამომადგება.
და ზუსტად აი ამას ვცდილობ ჩემს გარშემოც, რომ იგივე ყველაფერი კომუნიკაცია იქნება, ეს ეფექტური კომუნიკაცია, ადამიანის ტიპაჟების დადგენა, ქცევის ტიპები, წარმატების ფორმულები, სხვადასხვა ავტორების მიერ გამოცემული თუ ასე შემდეგ, აი ამ ყველაფერს იმიტომ ვეუბნები ადამიანებს, რომ უკვე ეს ყველაფერი გამოცდილია. უკვე ეს ყველაფერი ნაცადია, ყველაფერი მუშაობს და ეს ყველაფერი გადამწყვეტია წარმატების მიღწევის დროს. ამიტომ კი მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტს ვსწავლობ, მით უფრო კარგად მესმის ადამიანების. ჩემს სფეროში შეუძლებელია სხვანაირად ვიყო. იმდენ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა ამ კომპანიის ფარგლებში და იმდენად საქმიანი გადაკვეთა მაქვს, რომ მე თუ იქ კარგი კომუნიკატორი არ ვარ, უნდა ვიყო კარგი კომუნიკატორი პოზიტიურ ფორმულირებაში, რომ გადმოვიყვანო. მე კარგად უნდა ვცნობდე ადამიანებს. მე იქ კარგი მოსმენა უნდა შემეძლოს. მე იქ ემპათიური უნდა ვიყო. მე იქ უნდა ვიყო ადამიანი, რომელსაც შეუძლია ვიღაცა დაამოტივიროს. აი ესეთი ადამიანი, როდესაც ვარ, ეს ვარ მე რაღაცა ნაწილში ჩემი დაბადებით ბუნებიდან და მიღებული ცოდნით და გამოცდილებით. ეხლა იმდენი თვისება ჩამოთვალე და ემპათიურობა, მიმღებლობა, მოსმენის კულტურა, მე მგონი მიმღებლობაც აი მნიშვნელოვანი არის და შენ საქმეში. ეს ერთ დღეში არ ხდება, ხო? რაღაცა ესეთი ის არის, რომ იბადები, ან ზოგს შეიძლება თანდაყოლილი ქონდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო შეძენილი უნარები არის, რომელსაც მე ადამიანი ხვეწს და ათვისნობერებს, რომ რაღაცა შეიძლება აკლია და დახვეწოს და მიამატოს და ესე შემდეგ. ავითარებს. შენ შემთხვევაში როგორ იყო ეს? ხვეწდი შენს უნარებს, აღმოაჩენდი, ამაზე ფიქრობდი და თუ აი როგორ მიხვედი აქამდე და თან კიდე ამას მინდა დავამატო, რომ ჩემი აზრით სწავლა სიბერემდეო. რამდენად მნიშვნელოვანია მოკლედ აი უნარების დახვეწა, პიროვნული უნარების განვითარება რამდენად მნიშვნელოვანი არის. ზოგადად და შენ შემთხვევაშიც. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჯერ ერთი შენ როგორ განავითარე, უფრო საინტერესო იქნება ალბათ. კი. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული უნარების განვითარება, იმიტომ რომ შენ თვითონ ცხოვრობ უფრო საინტერესოდ. მარტივად იღებ ყველაფერს, რაზედაც მაგალითად კომუნიკაციის უნარების გარეშე ძალიან რთულად მიიღებდი. მაგრამ როდესაც იცი კარგი კომუნიკაციის უნარები, უფრო გააქვს უნარი, ან უბრალოდ იცი კომუნიკაციის კარგი ენა, როგორ უნდა განხორციელდეს, მე პირადად ამაში ვიყენებ. გაცილებით მარტივად ვიღებ რაღაცებს, ან რაღაცებზე ნერვები არ მეშლება. ძალიან ბევრ ადამიანს უჭერს კომუნიკაცია. თითქოს აი საუბრის დაწყების საქვთ შიში, აი რაღაც. აი რა მერჩევა არ გაქვს ხრიკები პატარა ისეთი, რომ როგორ უნდა გადავლახოთ შიშები? რომ ადამიანმა დაიწყოს კომუნიკაცია. სხვადასხვა თვისება, თუნდაც გახდეს მეტად კომუნიკაბელური, მეტად ემპათიური. შენ შემთხვევაში თუ იყო რაიმე ისეთი, რასაც მიმართე და მე კარგად იმუშავა. საკუთარი თავის ადვოკატირება უნდა შეგეძლოს. სურვილი უნდა გქონდეს საკუთარი თავის ადვოკატირების და რას ვგულისხმობ. იმისთვის რომ საზოგადოებაში შენი თავი წარმოადგინო, შენ თვითონ საკუთარ თავს უნდა შეხედო გვერდიდან, როგორც სხვა ადამიანს. ეს ადამიანი შენი მეგობარი რომ იყოს, რჩევა მექნებოდა ასეთი. აი რომ შეხედოთ მაგალითად, პირობითად ანა, გეტყოდი ასეთ რამეს, რომ ანა, შენი თავი რომ შენი მეგობარი იყოს, მას რას ურჩევდი? როგორ წარადგენდი საზოგადოებაში? ან რას გააკეთებინებდი, ან რას ათქმევინებდი იმისთვის, რომ საზოგადოებაში ანა გამოჩნდეს. იმდენი იდეა წამოვა, საკუთარი თავიდან უნდა გამოხვიდე, ერთ-ერთი ჩემი მეთოდი არის, რომელსაც მე ვიყენებდი და რამაც მე ასე ვთქვათ, მომცა მეტი ენერგია და мотиваცია, გამოვედი ჩემი თავიდან და ვთქვი, რომ მოდი როგორც კარგ მეგობარს ისე შევხედავ და კარგი მეგობარი სადღაც ერთად რო აღმოჩნდებით, ხო ქსიამოვნებს რომ ყველას გააცნო. ეს ჩემი მეგობარია, ბავშვობიდან ერთად მოვდივარ და საკუთარი თავის ხო ბავშვობიდან შენთან ერთად მოდის. რატომ არ უნდა გააცნო შენი თავი, რომელიც ბავშვობ დაბადებიდან უკვე შენთან ერთად არის, ეს ადამიანი საზოგადოებას. და ამისთვის მე სხვადასხვა ხერხს იყენებ და სრულიად ზოგჯერ ხელოვნურადაც კი რომ საზოგადოებაში რაღაც მომენტში გამოვჩენილიყავი, რაღაცები ხელოვნურად არ იყო ზოგჯერ იქ ვთქვათ სიტუაცია ან რაღაც ან შეიძლება და სხვა დროს უკან დამეხია, ისეთი გამბედაობა არ მქონოდა, მაგრამ
ხელი დამიწევია კითხვაც დამისვამს, იგივე შენთან რომ მოსულ არ მახსოვდა ეგ მომენტი და წეღან მქონდა ბექაპი რომ აი კი გამახსენდა მერე თქო, აი ესე რომ შენ ასე ვთქვათ, კარგი გაგებით გადააგდო ანკესი, იმიტომ რომ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, არავინ არ იცის ვინ რა თვალი შემოგხედავს. იქნებ იმ ადამიანისთვის როგორი საჭიროა თუნდაც შენი გამარჯობა, შენი დაკონტაქტება, როგორი აუცილებელია თუნდაც შენგან ნათქვამი ერთი კომპლიმენტი. ხშირად არის რომ თავს ვიკავებთ ხოლმე კომპლიმენტების თქმისგან, ხო? რატომ მნიშვნელოვანია? ვიკავებ ძირითადად თავს, იმიტომ რომ ეხლა ჩემი კომპლიმენტი, ეხლა რა ხო იცის თვითონაც რომ ლამაზია. არა და ბიძგი არის რომ გეტყვი რომ აი ლამაზად გამოიყურებიან, კარგი წარდგენა გქონდა პირიქით გასტიმულირებს. ძალიან მნიშვნელოვანია, მე ძალიან მიყვარს კომპლიმენტები. ხო, ჭკვიანი რო ხარ, ისედაც ხო იცი. ვიცი, მაგრამ შენ თუ ამას მეტყვი, ხო? ეს იმ ადამიანს შეიძლება დიდად არა, მაგრამ შენ როგორი დაინახე ის ადამიანი, ის დაგინახავს შენ აქეთ. ესეც კონტაქტის და კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმა. მოკლედ, გამოვიდნენ ადამიანები საკუთარი თავიდან და როგორც კარგ მეგობარს, აი დაბადებიდან რო იცნობენ, ისეც როგორც აცნობენ საზოგადოებას, ისე რო გააცნონ საკუთარი თავი, საერთოდ სხვანაირად დავინახავთ. ანუ რო ვთქვა, ერთი არის რომ აუცილებლად სჭირდება ადამიანს გული უგრძნობს, რომ სჭირდება ფსიქოთერაპევტი, უნდა წავიდეს. სჭირდება ადამიანს ტრენინგები, უნდა გაიაროს. სჭირდება ადამიანს პოდკასტის მოსმენა, უნდა მოусმინოს. ან შეიძლება არ ფიქრობს რომ სჭირდება, მაგრამ მოусმინოს და მე აღმოაჩენს, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ესე არ ვიცით. არაცნობიერ არაკომპეტენტურობაში ცხოვრობთ, არ ვიცით რომ დავისწავლოთ. თქვა ახლა რომ აი რამდენიმე ჩემ მეგობართანაც მქონია კონტაქტი და მეც აღმომიჩენია რა რომ ახლა მაგალითად Ericsson-ში მოსვლას ვფიქრობდი რომ მოვიდა არ მოვიდა აი რას მომცემს, ну ვიცი რომ კარგია, მაგრამ ну აი იქნება ისეთი კარგი და შედეგიანი, როგორიც რა ვიცი წარმომიდგენია და ახლა რომ მოვედი და ერთად გავდივართ რაღაცებს, მგონია რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე და აი ჩვენ რო მართლა არაც აი რომ იცი რომ იცი რომ არაფერი არ იცი რა, უბრალოდ აც იმ ეტაპზე რო ხარ, უბრალოდ არ იცი რომ არაფერი არ იცი. რა უნდა ისწავლო ეგ არის. რა უნდა ისწავლი რომ ეგ რა იცი. აი ეხლა ამბობ რომ ტრენინგები მნიშვნელოვანია. გეთანხმები რომ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნებისმიერ ტრენინგის დასწრების შემდეგ მოტივაცია მემატება და ხვდები რომ რაღაცა ახალი მივიღე, მაგრამ არიან ადამიანები, რომელმაც არ იციან რომ სჭირდებათ, იმიტომ რომ ერთხელაც არ დასწრებიან. ან არ იციან რომ მაგალითად აი ის წიგნი რაღაცა რო წაიკითხონ ცნობიერების ამაღლებაზე, მათ რაღაცას მისცემს. აი ეს საერთოდ ჯერო გათვითცნობიერებული არ აქვს ადამიანს, რომ რაღაცა საჭიროებებში არის. აი მან რამე მეთოდი თუ არის, რომ ადამიანი როგორ შეიძლება ანუ თუ არ ჭირდება დახმარება, ესეც არის, ხო? ძალით ვერ დაეხმარები, მაგრამ მან თუ არის რაიმე ისეთი მეთოდი, ან თუ ყოფილა, რომ ვიღაც ისეთ ადამიანს დაეხმარე, ან უნდა დავეხმაროთ, რომელიც ჯერ გათვითცნობიერებაში არ არის, რომ რაღაცა ეს კარგი არის მისთვის. აი კი, კონკრეტული მაგალითი შემიძლია გითხრა, მაგალითად ხელმძღვანელები, რომლებიც არიან, ვეუბნები, აი ჩვენ შემარბილებლები როგორც გვასწავლეს, აი შემარბილებლით, რომ იცი მინდა გაგიზიარო ერთი რაღაცა, რომელიც მე შენ როგორც ხელმძღვანელს დაგეხმარება ბევრ რაღაცაში, გუნდთან კომუნიკაციაში, უკეთეს შედეგების მიღწევაში, წარმატებაში. აი მაგალითად აი ეს ტრენინგი, ან მაგალითად იგივე ენეაგრამის გაცნობა, ან რაღაცა, აი ეს მარცვალი ყოველთვის უნდა მისცე ამ ადამიანს. ის აიღებს თუ არა მასზე აბსოლუტურად დამოკიდებული, მაგრამ შენ უნდა ეცადო, რომ ეს უთხრა, ეს მარცვალი ჩააგდო. და ამაზე ისე განსაკუთრებით აქვთ ხოლმე მე მგონი წამყვანი პოზიციის ან დამფუძნებლებსაც ხანდახან კომპანიის, რომ გონიათ რომ ყველაფერი იციან, მაგრამ ეს კიდე ხო ცალკე კატეგორია არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აი ყველა ადამიანს რომ საკუთარი თავი უკეთ გაიცნო, ან მაგალითად რაღაცა სიტუაციას ხვდები ვიღაცასთან, რომ აი აშკარად სჭირდება ვთქვათ ფსიქოთერაპევტი. აი რაღაცნაირად შეგიძლია მაინც უთხრა, რომ ვერ აცნობიერებს ეს ადამიანი, მაგრამ შენ დაეხმარო გაცნობიერებაში. უბრალოდ მე ჩემს როლს ვხედავ იმაში, რომ მხოლოდ მე მივცე ეს მარცვალი და მანდ ვჩერდები ხოლმე. ზოგიერთი ადამიანი არის რომ ვიღაცებს მე აძალებენ, რაღაცა ნამუსი აგდებენ და ასე შემდეგ. ანუ მე იმით განსხვავდები ასეთ შემთხვევაში იგივე ენეაგრამული ნიშნებით სხვა ნიშნებისგან, რომ მე რაღაცებს არ ვაძალებ. მე კარგად მაგაცნობიერებული ერთი ესეთი გამოთქმა არის, შეგიძლია რომ ცხენი ძალით მიიყვანო წყალთან, მაგრამ წყალს ძალით ვერ დაალევინებ. აი ეს უნდა გქონდეს ადამიანს გაცნობიერებული, მაგრამ ის რომ ვიღაცას ანუ ძალით მიყვანა არ არის სადღაცა ტრენინგზე, იმიტომ რომ ძალით მისვლა მაინც ყველანაირად ვერანაირ შედეგს ვერ დაგიდებს.
მაგრამ ის რომ რაღაც მარცვალი გააღვივო, ინფორმაციულ დონეზე უთხრა, ეს ამ ყველაფერში დააინტერესო ადამიანი, ეს ყველა შეგვიძლია. თუმცა მე ისევ და ისევ არ მესმის აი ესეთი ამდენი ინფორმაციულ ხანაში, როდესაც ყველაფერზე მიდის საუბარი, როდესაც ადამიანების პიროვნულობაზე პირდაპირ არის მიბმული წარმატება, ადამიანს როგორ შეიძლება რომ სურვილი არ ქონდეს, რომ რაღაც ამაზე წიგნი წაიკითხოს, იმაზე რაღაცა, მაგრამ ეგეც კარგი მიღებული მაქვს, რომ არ იცის, ვერ ხვდება ეს ადამიანი. უნდა ვუთხრა. ეხლა დასასრულისკენ მივდივართ და მინდა კიდე ერთხელ უთხრა ჩვენს მსმენელს, რას აკეთებ, როგორ ეხმარები შენი კომპანიის ფარგლებში ადამიანებს და შეუძლიათ თუ არა მათ ეხლა ვინც გვიყურებს, რომ მოვიდეს შენთან და აიმაღლოს კომპეტენციები და რაღაც პიროვნული ზრდა მიიღოს. ძალიან მესიამოვნა, ძალიან კარგი კითხვაა. კი, კომპანიის ფარგლებში ვეხმარები იმითი, რომ აი ეს ყველა ის თვისება, რაც მაქვს და ყველა ტრენინგი, რომელსაც გავდივარ, ყველა წიგნი, რომელსაც წავიკითხავ, ყველა გაცნობიერება, რომელიც არის ჩემში, ყოველთვის ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენო ამ ადამიანებთან. იმიტომ რომ ხვდები როგორ ვიზრდები მე და ხვდები როგორ იზრდება გუნდი და ეს არის რაღაცა საოცრად ჰარმონიული პროცესი. უბრალოდ ეს არის ჩემი კომპანიის შიგნით და ფარგლებში. რაც შეეხება სხვა ადამიანებს, მინდოდა რომ ცოტა გარეთაც გავსულიყავი და ამისთვის ეს L&D professionals გავაკეთე ასეთი ჯერჯერობით ჯგუფის სახე აქვს, თუმცა პირველი ღონისძიება გვქონდა უკვე სექტემბერში, როდესაც შევიკრიბეთ სწავლებისა და განვითარების სპეციალისტები. ამგვარი გაერთიანება პირველია საქართველოში, რომელიც მე გავაკეთე და ძალიან მეამაყება და ძალიან მიხარია, რომ ეს ჩემს სახელს უკავშირდება, რომლებმაც გადავწყვიტეთ სფეროს განვითარება. აი იგივე წინა კითხვა შენი რაც იყო, რომ არ იცის ადამიანმა რა კომპეტენციები სჭირდება, როგორ აიმაღლოს თუნდაც პიროვნული თვისებები. ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ აი ამ მიმართულებით ადამიანები გავარკვიოთ, დავაკვალიანოთ და ეს ყველაფერი გავაკეთოთ არა რაღაცა ესე ქედმაღლურად, არამედ პირიქით, რომ ეს მისთვისვე არის კარგი და ნუ თუ ეს მარცვალი წაიღო ადამიანმა, რა თქმა უნდა, საერთოდ შეიცვლება უკეთესობისკენ მისი ცხოვრება. ამას ვაკეთებთ აი ეს L&D პროფესიონალები და მეორე რამე რაც ძალიან მიამაყება ჩემს არაჩვეულებრივ გოგოსთან ერთად ვინც გუნდში ვართ შევქმენი პროდუქტი რომ ხელშესახები ყოფილიყო აი ეს ყველაფერი L&D ბარათების სახით ეს L&D არის აბრევიატურა Learning and Development რაც არის და აი ამაზე არის ბარათები რომელიც ყველანაირ შეხვედრას, სიტუაცია, სადაც ადამიანებს უნდათ სწავლა, ან არ იციან რა უნდა ისწავლონ, დაეხმარება იდეალურად. ბარათები არის ჩვეულებრივი ბარათების სახით და ზედ გვაქვს დატანილი ისეთი კითხვები, რომელიც ფიქრს უწყობს ხელს, ადამიანებში კითხვებს აჩენს. და აი ამ კითხვაზე პასუხების ძიებისას კი უამრავ საინტერესო რამეს აღმოაჩენენ. და აი ამ ბარათების შექმნაც ჩემი იდეა იყო, რომელზედაც ძალიან დიდი ხანია, ვფიქრობდი და მე ერთ დღესაც გამოვიდა, რომ მართლა გამოვიდა ეს ბარათები, რომელიც შეუძლია ყველას რომ შეიძინოს და ნებისმიერი შეხვედრა იქნება ეს ფორმალური, არაფორმალური ზრდასრულებზეა ძირითადად გათვლილი, რომლებსაც უნდათ აი ახალი აღმოჩენები და აი ის დახმარებები, რომ სად მიჭირს, რა არ ვიცი, ან რისი სწავლა მჭირდება და რისი გაუმჯობესება, აი მაგაზე დააფიქრებს. აი ესეთი ბარათები ჩავქმენი, ეს ბარათები მე მთელ სერიებად უნდა წავიდეს სხვადასხვა სიტუაციაში, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს, რომ უფრო დინამიკაში იყოს ყველაფერი ადამიანებმა იფიქრონ, დასვან კითხვები, აღმოაჩინონ რაღაცები საკუთარ თავში და ამ აღმოჩენების მერე განვითარდნენ. და ესეთი ბარათები გვაქვს ხელმისაწვდომი. ძალიან დიდი მადლობა შენ იმისთვის, რომ ჯერ ესეთი ხარ. ვაი, შევიფერე. ემპათიური მიმღებელი ზრუნავს ხვის განვითარებაზე და მე ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან. ეს იყო ანეტა სპოტლაითის მეორე პოდკასტი. თუ მოგეწონათ ჩვენი საუბარი, დაგვიკომენტარეთ, დაგვილაიქეთ და აზრი დააფიქსირეთ აი ამ ვიდეოს ქვევით. და გელოდებით შემდეგ პოდკასტზე.